რამდენი წელი შეუძლია კაცს რომ კონდეს სრულფასოვანი ერექცია. 81 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც თქვა ერექციული ფუნქციის პრობლემა არ ჰქონდა. Sex addiction-იც ხო არის სექსზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც ომდათ სუ სექსი და სექსი. ონანიზმი რამდენად დასაშვები არის მამაკაცის ცხოვრებაში. ეს არის საჭირო. პრაქტიკაში თუ შეხვედრი ხარ 100-ს მოტეხილობას. ეს სულთა არის მექანიკური დაზიანება. სხვადასხვა პოზების, თქვა, ხალი უფრო ზევიდან რო არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 100-ს მოტეხილობის ნიშნები არის პირველი მართლა ხმა მოტეხილობის და გაგლეჯის ხმა არის, აი იგივე ძვლის მოტეხილობის ხმასთან მსგავსი, კი. გამარჯობა, პარასკევის საღამოა და დღეს ეთერშია ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან და დღეს მე მინდა ძალიან საინტერესო სტუმარი წარმოგიდგინოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს ამენეჯმენტებს და ძალიან ბევრი კმაყოფილი პაციენტი ხავს. მე დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ამ ცენტრის სამეცნიერო დირექტორს ბატონ დავით ნიკოლაიშვილს. ბატონ დავით. ბატონო არ გვინდა დავით, მოგესალმები, მადლობა რომ მოხვედი. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან კარგი გელოდით და მოდი დავიწყოთ პირველი შეკითხვა, ვფიქრობდი რა დამესვა თქვენთვის და ზოგადად უროლოგი, როდესაც ესმით ადამიანს, ყოველას გონია რომ კაცების ექიმია უროლოგი და ნაკლებად დადიან მასთან ქალები. აი თქვენ შენ კლინიკურ პრაქტიკაში როგორ ხდება? ანუ უფრო მეტი კაცი პაციენტი გყავს თუ ქალი? ხო, ესეა რომ აი უროლოგს რო ესმით, გონიათ ადამიანების უმეტესობას რომ რაღაც მითია რომ უროლოგი არის მხოლოდ კაცის ექიმი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და დრო რო დაგვითმეთ, საინტერესო საუბარი უნდა შედგეს აუცილებლად და მეც მაქსიმალურად ვეცდები ამომწურავად უპასუხო ჩვენ პროფესიასთან დაკავშირებულ თემებზე და მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს პაციენტებს და ჩვენს მოსახლეობას. ძალიან კარგი შეკითხვაა და ძალიან ისეთი ტაბუირებული და მითოლოგიური ის არის ახსნა და გაგება, ვითომ უროლოგი მარტო მამაკაცის ექიმია. და ეს ძალიან სამწუხაროდ და ძალიან წყვილს მართალი გითხრათ უროლოგებს, იმიტომ რომ უროლოგია მოიცავს ძალიან დიდ დარგს მედიცინის და სამწუხაროდ ექიმებიც ხშირად აღიქვავენ ისე რომ ხო ინფორმირებულები, იმიტომ რომ უროლოგიის და განსაკუთრებით პირადად ჩემი პაციენტების ნაკადი არის 90% ონკოლოგიური პაციენტები. ეს არის თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის, რეტროპერიტონული სიმსივნეები, თირკმელზე და ჯირკვლის, ასოს სიმსივნეები და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი დარგი, სადაც არის უმაღლეს დონეზე განვითარებული ტექნოლოგიები და ხანდახან მთლიანად მედიცინაში არის ტექნოლოგიური გარღვევა უროლოგიის მხრიდან და უროლოგიის მიმართულებით. ამიტომ არ მოისაზრება, რომ ვითომ მარტო სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ამით არის დაკავებული უროლოგია. შეიძლება ოფის უროლოგი კი, მაგრამ უროლოგი არის ძალიან დიდი და მასშტაბური დარგი. და ამიტომაც 50-50-ია, ხო? შენ კლინიკურ პრაქტიკაში ესეა 50% ქალი ყავს, 50 კაცი. თირკმელები, შარდის ბუშტი ყველას აქვს, ხა ქალსაც და მამაკაცსაც, ხო? თირკმელზე და ჯირკვალი და ასე შემდეგ და ამიტომ მათ მკურნალობა ყველას სჭირდება. თუმცა აი, როდესაც უროლოგიაზე ვსაუბრობ და აი ონკოლოგია ახსენე, ხო? უფრო მეტად თქვათ ეპიდემიოლოგიური რუქა რომ შევადგინოთ, რა ონკოლოგიური დაავადებებით მოდიან თქვენთან პაციენტები. ეს არის წინამდებარე, ანუ იგივე პროსტატის ჯირკვლის სიმსივნეები თუ უფრო მგონია რომ უფრო იშვიათი სიმსივნეები იქნება იგივე თირკმლის, თირკმელზე და ან შარდის ბუშტის სიმსივნეები. უფრო მეტად თავისთავად, რა თქმა უნდა, პრევალირება აქვს ყველა დაავადებას და ყველა ონკოლოგიას და ეს მსოფლიოში კაცრად სტანდარტიზებულია და უკვე მე რაც უყურებ 30 წლის განმავლობაში ფაქტიურად არ იცვლება. ანუ პრევალენსი პროსტატის კიბო მამაკაცებში არის პირველი დიაგნოსტირებადი სიმსივნე. ანუ ყველაზე ხშირად ახალი სიმსივნეები, როდესაც დიაგნოსტირდება ამერიკაში, მაგალითად არის 100,000 ახალი სიმსივნე, ხო? 33,000 არის პროსტატის კიბო. ანუ პირველ ადგილზე არის პროსტატის კიბო და მერე სხვა.
შარდის ბუშტი არის მეხუთე ადგილზე, როგორც ვიცი, თირკმელი. აი, დაახლოებით იმ რეინჯში და იმ რაოდენობაში ჯდება, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებში სოფლიო გვაწვის. საქართველოშიც ესე არის და ამიტომ ეხა ქალებში ვთქვათ, რომელია უფრო მეტი, მამაკაცებში რომელია, ყველაფერი აი სოფლიოში სტატისტიკური მონაცემები რაც გვაქვს, ისე არის. ამიტომ საკმაოდ ხშირია ამ დაავადებები და რაც ჩამოვთვალე ფაქტიურად ყველა ონკოლოგია ჩვენთან მოდის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც დარგებში, ვთქვათ, თუნდაც ქირურგიული მკურნალობის გამო ჩვენ გვაქვს ექსკლუზივი, ამის გამო აი თუნდაც თირკმელზე და ჯირკვლების დაავადება არის იშვიათი შემთხვევა. იქ არის კეთილთვისებიანი და აფთვისებიანი გაცილებით უფრო იშვიათია თირკმელზე და ჯირკვლის სიმსივნე. აი მაგალითად რო გითხრათ კორტიკოტროპული სიმსივნე მილიონში ერთ კაცს აქვს. ეხლა ჩვენი მოსახლეობა იცით რამდენიც არის, ხო? 3 მილიონი ნახევარი სადღაც დაახლოებით. კი, ხო, დაახლოებით, ხო? და აქედან გამომდინარე ეს ყოველთვის იშვიათია, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში ეს პაციენტები ჩნდება და არის. საერთაშორისო სტატისტიკაა, რომ თქვათ წელიწადში 12 ადრენალექტომიას თუ აკეთებ, ანუ თირკმელზე და ჯირკვლის ოპერაციას 12-ს უკვე ითვლება, რომ რეფერალური ცენტრი ხარ, ანუ ფაქტიურად შეგიძლია ყველა სირთულის პაციენტი მართო ოპერაცია გაუკეთო და ასე შემდეგ. დეკემბრიდან რაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო მოღვაწეობა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადღაც 22 თუ 23 გაუკეთეთ უკვე. წარმატებულად. ეს ყველა წარმატებულად, იმედი მაქვს, რომ ესე გავაგრძელებთ და ამიტომ ამაშიც და არა მარტო ამაშიც, ხო, ექსკლუზივი გვაქვს, საკმაოდ სერიოზულად მუშაობთ ჩვენს გუნდთან, ენდოკრინოლოგებთან და კარდიოლოგებთან ერთად და ამიტომ მართლა აი სოფლიო დონის წარმატებული მიმართულება გვაქვს ამ მიმართულებად. კარგი, მოდი კლინიკურ მიმართულებას ოდნავ მოგვიანებით ჩავშალოთ სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით მე მექნება შეკითხვები. რატომ აირჩია უროლოგია, ანუ რა გახდა უროლოგიის მედიცინის ამ მიმართულების არჩევის შთაგონება რა იყო შენთვის? თუ ეს ხშირად ხდება ხოლმე შემთხვევით ირჩევენ, ხო? მაგალითად ძველი შედარებით უფრო ძველი, სადაც ადგილი გამოჩნდა, სადაც ნაცნობი ყავდა და ასე შემდეგ იყო ხოლმე. აი უროლოგიაზე როგორ შეჭერდი? ხო, უყურეთ, რამოდენიმეჯერ მე მოვყევი ეს ამბავი, ჩემი ისტორია და ცოტა კურიოზული ამბებიც ახლავს ამასთან, მაგრამ ნუ ესე, მე ოჯახში ახლო სანათესაოში ექიმი არავინ არ მყავს. ხო? და ნუ ესე მოხდა, რომ ექიმობა ავირჩიე და თავიდან გითხრა მე ჩავაბარე 93 წელს და 93 წელს ქვეყანა ფაქტიურად დაქცეული იყო და განსაკუთრებული მით ვერ გამოვირჩეოდით, რომ თქვათ ფუფუნებით, რომ იმ კლინიკები არ იყო ისეთი მობილიზებული და აგვერჩია თქვათ და კლინიკური პრაქტიკა გვენახა თავიდანვე და აი მიუხედავად ყველაფრისა, ხო, რომ აი ინფორმაცია რაც მანამდე ქონდა, ან უცხოეთიდან შემოსული იყო, მაინც რაღაც ელიტარული დარგი, ნეიროქირურგია და ასე შემდეგ და ეს გვინდოდა და ეს მინდოდა მე. მაგრამ მე-6 კურსზე, როდესაც ვიყავით და ჯერ კიდევ ძიებაში, თუ მე-5 თუ მე-6 კურსზე მოხდა ისეთი რამ, რომ შენ 7 წელს დაამთავრებდი მაშინ, ხო, 7 წლიანი იყო სწავლა და ყველა ექსპერიმენტში მოვყევით რა, მოკლედ ჩემი თაობა. ხო და ამ შემთხვევაში იყო ესეთი მომენტი, რომ 20 ჯგუფი ვიყავით და ერთადერთი ჯგუფი გაგვანაწილეს უროლოგიის ინსტიტუტში. ნოდარ უჯმაჯურიძე იყო, მაშინ კათედრაზე იმყოფებოდა პროფესორი ნოდარ უჯმაჯურიძე, ჩემი მასწავლებელი და მას უნდა უმადლოდე მე უროლოგიას. ერთი კვირის განმავლობაში რომ მივედი, უროლოგიაში რომ შევედი, თქვათ და აი პირველი ნაბიჯები გადავდგე, ეს ნოდარ უჯმაჯურიძის დამსახურება იყო, იმიტომ რომ აი ერთი კვირის განმავლობაში უამრავი ოპერაცია ვნახე. ნახე რომ ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ენდოსკოპიურად და ეკრანზე დაინახო, თქვათ გამოსახულება საოპერაციო არის. აი ძალიან ბევრი სხვა კლინიკებთან შედარებით იქ ცხოვრება დუღდა. ეს იყო ლაური მანაგაძის დამსახურება და არაერთხელ მაქვს ნათქვამი, ჩემი დიდი მასწავლებლების მოხსენები და ასე შემდეგ და აი ამან გადამაწყვეტინა ყველაფერმა. და მე შემდგომი თაობა ლაური ტექნოლოგიებმა ესე იგი რომ ანუ სხვა კლინიკებთან შედარება რომ ნახე არა მარტო უროლოგიაში თავიდან ეს იყო და ნოდარის უთხოვე რომ შეიძლება ვიარო და მედი შვილო აუცილებლად იარე
მაგრამ მე ამ ტექნოლოგიებთან ერთად აი ლაურის მანაგაძეს ისე ქონდა მოწყობილი რომ მათ შემდგომი თაობა აი უაღრესად განათლებული ხალხი რომლებიც სოდნას ეწაფებოდნენ და საერთაშორისო დონის ინფორმაცია და ქირურგია კეთდებოდა იქ. ინფორმაცია იყო და აი ამან გადამაწყვეტინა ყველაფერი. თირკმლის გადანერგვაც პირველად მან დაიწყო საქართველოში თუ შეიძლება და მეშლებოდეს. თირკმლის გადანერგვის სათავეებთან იდგა ლაური მანაგაძე, რომელიც თავიდან მუშაობდა ქირურგიის ინსტიტუტში და მე როგორც მახსოვს, არ მინდა რომ შემეშალოს, პირველი გადანერგვა მისი ხელმძღვანელობით ქირურგიის ინსტიტუტში განხორციელდა, მაგრამ შემდგომ წლებში თირკმლის გადანერგვა მე ბატონ ლაურთან აჩიკო ჩხოტუა ჩამოვიდა ზუსტად ამისთვის იყო რამოდენიმე წელი უცხოეთში, რამოდენიმე ქვეყნის საუკეთესო კლინიკებში და მასთან ერთად დაინერგა და მე გახდა ვთქვათ ლიდერი თირკმლის გადანერგვაში. ხო, ეხლა თირკმლის გადანერგვა ვახსენეთ და ხო არ აპირებთ ამ მიმართულებითაც განავითაროთ, იმიტომ რომ ეს არის ამ მნიშვნელოვანი მედიცინის დარგი, თირკმლის ტრანსპლანტოლოგია ზოგადად და თირკმლის ტრანსპლანტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია სამედიცინო. კავკასიის მედიცინის ცენტრში ამ მხრივ ხომ არ გაქვთ რამე? აუცილებლად ვაპირებთ, გვინდა რომ თირკმლის ტრანსპლანტაცია დავიწყოთ და ამისთვის თქვათ წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ, იმიტომ რომ ორგანიზაციული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში კლინიკურთან ერთად და ეს გარკვეულ დროს მოითხოვს და ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულად მუშაობთ. ჩვენს ეგ ძალიან კარგია, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ კანონმდებლობა გვაძლევს მხოლოდ ცოცხალი დონორიდან ცოცხალ დონორზე ტრანსპლანტაციის უფლებას, ხომ? და თქვათ, უნდა იყოს ნათესაური კავშირი, ან უნდა დადგინდეს რაღაცა ტიპის ემოციური კავშირი, რომ თქვათ, იქ არ მოხდეს ორგანოებით ვაჭრობა. ძალიან ბევრ ქვეყანაში არის გვამური დონაცია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მედიცინის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა. აი რას ფიქრობ დავით შენ რომ ანუ აი გვამური დონაცია უნდა იყოს თუ არა დაშვებული ქვეყანაში? უყურეთ მე კიდე ერთხელ მინდა განმარტო რომ სიღრმისეულად კანონმდებლობის დონეზე ტრანსპლანტაცია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს დაახლოებით 15 წლის წინ იყო, რომ გვამური დონაციის შესახებ კანონპროექტი იყო მზად და შესაძლებლობა ვთქვათ ამისი მაშინაც იყო უბრალოდ პრეცედენტი ვერ განხორციელდა და ვერ დაუშვა ვერც ერთმა კლინიკამ და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა და ამაზე ძალიან სერიოზული სამუშაოა. გაუწევ ამ პროცესს ადვოკატირებას როგორც ერთი ექიმი როგორც რა თქმა უნდა საკანონმდებლო ორგანოსთან საინიციატივო ჯგუფებთან და ეს არის აუცილებელი და გვამური დონაცია არის აუცილებელი და იმ პაციენტების შვება და შველა არა მარტო თირკმლის ტრანსპლანტაციაში რომლებიც ორგანოებს ელოდებიან და რომელთა სიცოცხლეს დამოკიდებულია ორგანოზე. უბრალოდ ჩვენთან ეს არის რელიგიური, ტრადიციული და რაღაც ფაქტორების გამო და არა მარტო, ძალიან გვაფერხებს. ძალიან გვაფერხებს. ტრადიციული და ხო, არა, უბრალოდ რა არის, იცით, აბსოლუტურად სხვანაირად უნდა იყოს მიწოდებული ეს ადამიანებთან და აბსოლუტურად გასაგები უნდა იყოს და ეს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ამაზე საუბარი ფართო მასებთან. ყველა, თქვათ, მიმართულების და სოციალურ ჯგუფთან, იმ კანონმდებლებთან, რომლებსაც შეუძლია და ძალუძს ეს ყველაფერი რომ კი ბატონო, აი რელიგია ახსენე და ხა მე ვიცი ძალიან ბევრი მართლმადიდებლური ქვეყანა, სადაც გვამური დონაცია მაგალითად დაშვებული, ხო, ბელორუსი რო ავიღოთ, ხომ, სადაც ხო, ბელორუსში გვამური ტრანსპლანტაცია არის დაშვებული და ძალიან ბევრი ქართველი პაციენტის ჩადის სწორედ ბელორუსში, რომ მიიღოს ორგანო, აი გვამურ დონაციაზე, როდესაც გვაქვს საუბარი და კარგი იქნება ესეც თუ საქართველოში განხორციელდება, იმიტომ რომ არა, რა თქმა უნდა და ევროპაში უფრო ჩამოყალიბებული, აქ არის მეორე საკითხიც. თქვენ ახსენეთ, რომ არ იყოს ვაჭრობა. ორგანოებით, ხო? ორგანოებით ვაჭრობა. თვითონ გადანერგვა და ტრანსპლანტაცია არის წმინდა ალტრუისტული მიმართულება. ანუ ადამიანმა უნდა გაიღოს ორგანო არა ანგარების მიზნით, არამედ ადამიანის გადარჩენის მიზნით. და ამიტომ არის ეს შეზღუდვები.
რომ ნათესავი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი, რომ ეს არ იყოს ვაჭრობის საგანი. და აი ეს თქვათ კანონმდებლობითი თქვათ მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ ამასაც გაურბიან, რომ არ უნდათ რაღაცა აი ეს კანონმდებლობა იყოს დარღვეული და რაღაცა შავი ბიზნესი აყვავდეს და აი ამის ბალანსია მოსაძებნი ამ შემთხვევაში და მაქსიმალურად გამყარებული კანონმდებლობა, რომ იქ არაფერი პრობლემა არ იყოს. აი ეს არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. კეთილი. მოდი ცოტა ისეთ შეკითხვებზე გადავალ, ხო? კი, შენ თქვი, რომ შენი პაციენტების 50% ქალია და 50% კაცია, მაგრამ სხვა უროლოგებთან რომ მქონია შეხება, ყველა ამბობს, რომ უფრო მეტი მაინც მამაკაცია და ეს ძალიან კარგია, რომ ესეთი პროცენტული გადანაწილება გაქვს პაციენტების სქესის მიხედვით. ეხლა ბევრი ადამიანი გვისმენს, კაცის ერექციული ფუნქცია რამდენ წლამდე გრძელდება, რამდენი წელი შეუძლია კაცს რომ ჰქონდეს სრულფასოვანი ერექცია. უყურეთ, ეს ძალიან ინდივიდუალურია. აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. ზოგად ჯანმრთელობაზე, თქვათ გენეტიკაზე და ასე შემდეგ. ეხლა მე ძალიან მარტივად მიხვდებით, რას გულისხმობ და იგივე შეკითხვას დაგიბრუნებთ. აი მაგალითად ადამიანს გული რამდენი ხანი შეიძლება ჰქონდეს პრობლემების გარეშე და არ დაჭირდეს ჩარევა. რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ხო, იქ ლიპიდური ცვლა როგორი არის, გენეტიკური წინასწარ განწყობა როგორი არის. ასევეა. მაგას განსხვავება. უყურეთ, ერექტიული ფუნქცია არის ორგანული და ფსიქოლოგიური, ხო? ფსიქოემოციურ თქვათ მიმართულებაში და ამ სფეროში რაც არის, ეს გვერდზე გადავდოთ და ორგანულ პათოლოგიებზე აქაც არის თქვათ სისხლძარღვოვანი შეიძლება გამოყოს ყველაზე უფრო, ანუ სისხლძარღვების დაზიანება არის არ არის, ნევროლოგიური შეიძლება იყოს თქვათ ზურგის ტვინის ტრავმა, თავის ტვინის ტრავმა, ან რაღაცა ეს შეიძლება იყოს და ან თვითონ თქვათ მღვიმოვანი სხეულების ასოს აქვს ესე იგი მღვიმოვანი სხეული, იმის დაზიანება, ხო? ყველაზე უფრო ხშირად ეს ფაქტორები განაპირობებს. ყველაზე ხშირი ამ შემთხვევაში არის სისხლძარღვოვანი ფაქტორები. სისხლძარღვების დაზიანება შეიძლება დიაბეტით იყოს გამოწვეული, ლიპიდური ცვლა რაც ახსენეთ. ხო, ათეროსკლეროზული თქვათ პრობლემები იყოს და სისხლის მიმოქცევის დარღვევა იყოს. სიგარეტით გამოწვეული, იმიტომ რომ სიგარეტი ყოველთვის ავიწროებს სისხლძარღვებს და ეს პრობლემას ქმნის ამ შემთხვევაში. ანუ ეს ფაქტორები თუ არსებობს, ხო? ამ შემთხვევაში ის პრობლემა ადრეულ ასაკში უჩნდება და არის პაციენტები უკვე 23 წლის ასაკის მოდის და იცით რა, პრობლემა მაქვს, არასრული ერექცია, ნაადრევი ეაკულაცია და აი ყველაფერი ეს ფაქტორი, მაგრამ არის ახლა მამაკაცები პროსტატექტომიის შემდეგ რო გაუკეთეთ ოპერაცია. პროსტატექტომიაც რო აუხსნათ, ანუ პროსტატის ამოკვეთა მთლიანად პროსტატის კიბოს შემთხვევაში, ხო? 3-4 თვის მერე ითხოვდა, რომ აი ერექციული ფუნქცია როდის აღმიდგება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველა ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ესე ერთმნიშვნელოვნად კარგი, მაშინ მოდი პირდაპირ კითხავ, ყველაზე ხანდაზმული კაცი პაციენტი რამხელა გქონია, რომელსაც ეს ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული ქონია. ხო, აი ხო გეუბნებით 91 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც თქვა ერექციული ფუნქციის პრობლემა არ ჰქონდა. ეხლა ის მერე სქესობრივი აქტივობა როგორ აქვს და თქვათ, ესე ძალიან ინდივიდუალურია. ხო, მესმის. ხანგრძლივობა კვირაში რამდენჯერ ეს არის რაღაცა მინიმალური ნორმა, რომლის დაბლაც არის პათოლოგია და იმას უნდა შველა, დახმარება, მკურნალობა, რეაბილიტაცია, მაგრამ არის ის, რომ აი ზღვარს ზევით, ეხლა ეს ძალიან ინდივიდუალურია და ყველა მამაკაცის ფიზიკურ, ჰორმონალურ და ფსიქოემოციურ დონეს შეესაბამება. უყურე რაღაც ეტაპზე, ხო, ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვა. ნუ ახალგაზრდობაში ზოგი კაცი დღესაც ამბობს ხოლმე, რომ ის საქმე თუ არ იქნება მოგვარებული, ერთი დღე ნუ მაცოცხლა ღმერთმა. მართლა ასეა ხოლმე, როდესაც უკვე ერექციის პრობლემა მყარად დგება, მართლა აღარ უნდათ მერე სიცოცხლე კაცებს. აი, ხო გაგიგია ეს გამოთქმა. კი, არა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მამაკაცის თვით დამკვიდრების და თვით გამოხატვის საშუალება. უყურე როგორია, გარდა ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის გამრავლების ფუნქცია, ხო? მაგრამ
არის სიამოვნების ფუნქცია, რომელიც ყოველდღიურობაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შენ თქვა სტრესული ცხოვრებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, ხო, თავს იქმაყოფილებ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ თვითდამკვიდრების და ბევრი ამით ტრაბახობს, გაიგე? და ზოგჯერ გადაჭარბებულიც არის ხოლმე ეს ტრაბახი და თავიანთი პარტნიორების რაოდენობას იგონებენ. მონადირეების და მეთევზეების მონოპოლი არის დაახლოებით ეგეთი ვარიანტია, რომ ეს არის გადაჭარბებული ყველანაირად. მაგრამ როგორ არის, იცით, ეს ბალანსი არის კიდევ ამბობ, რომ ნორმა არის რაღაცა და იმის ქვევით არის დარღვევა, იმის ზევით არის რა ქვია, განუსაზღვრელად, თქვა, ზოგს ესე შეუძლია, ზოგს ესე შეუძლია. ამიტომ რატო სექსედი შენიც ხო არის სექსზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც ომდათ სუ სექსი და სექსი. და მოსახლეობის სადღაც 3% არის თუ 5%, რომელიც ესე დამოკიდებულია, მაგრამ ეგეც გადახრა არის. ანუ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის ბალანსი. და შეიძლება ბალანსი დაიკავოს. ამიტომ ეს მოდი ბალანსიც ვახსენოთ. რა არის ბალანსი მაშინ? არა, ბალანსი ის არის, რომ შენი სქესობრივი ცხოვრება იმდენად მოწესრიგებული იყოს, მაქსიმალურად ხანგრძლივი იყოს და თქვათ არ იყოს ეს გადასული პათოლოგიაში, თქვათ, აი როგორ გითხრათ, რომ ეს იდეა ფიქსი არ უნდა იყოს, რომ აი ყოველთვის თუ არ მექნა ყოველდღე და დღეში 5ჯერ და ვაიმე უკვე პრობლემა მექნება რომ რაღაცა აღარ შემიძლია ან თქვათ მოდის პაციენტი და შემეძლო თქვათ დღეში 20 სქესობრივი აქტი განმეხორციელებინა მაგრამ ეხლა ისა რა ქვია ცოტა პრობლემურია ან ხანგრძლივობა შესაძლებელი იყო 9 საათი და ეხლა 10 წუთი ანუ ნორმა არის 1 წუთი 1-დან 3 წუთამდე და როგორ არის იცით რეალობის შეგრძნება არის დაკარგული ბევრთან იმიტომ რომ ვერ განსაზღვრავს ეხლა თუნდაც აქტის დროს რამდენი ხანი არის დაკავებული ამ შემთხვევაში ხო ეს მომენტები ჯერ ერთი პრობლემას ქმნის რატო რომ ინფორმაცია ბევრს არ აქვს ტაბუდადებული თემიდან გამომდინარე არიციან რა შეადარონ და თან როგორ არის ეს მე ეუხერხულებად ამის თქვათ საუბარი და ლაპარაკი მნიშვნელოვანი რა არის რომ რეგულარული სექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომი სქესობრივი ჯანსაღი ცხოვრებისთვის თუ სექსი რეგულარული არ არის სისხლის მიმოდინება მღვიმოვან სხეულებში რეგულარული არ არის ამ შემთხვევაში შეიძლება ნაწილური გაჩნდეს და იმ ქსოვილებში და რაც არ უნდა ნდომა იყოს ანუ ტოლვა ლიბიდოს რასაც ვეძახით შეუძლებელი გახდეს ეს ყველაფერი ამიტომ აი ბალანს როცა ვამბობ ანუ ჯანმრთელობა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ფსიქოლოგია არის განმაპირობებელი რომ აი ეს სქესობრივი ცხოვრება გქონდეს ხანგრძლივად და ხარისხიანი იცი რა მინდა გითხო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი შეკითხვა, რომელიც მინდა დაგისვა და რომელსაც აუცილებლად დავტოვებ პოდკასტში. ონანიზმი რამდენად დასაშვები არის მამაკაცის ცხოვრებაში? განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ხო, ამას ვერ აგძალავ და არსებობს და მოზრდილ ასაკშიც არსებობს ეს. და როგორ გითხრათ, იცით, ესეც ძალიან ინდივიდუალურია. ფსიქოემოციური დონის, თქვათ, შენარჩუნებისათვის ეს არის საჭირო. მე არ ვამბობ გადაჭარბებული, ხო, თქვათ, იგივე ღვინის, ალკოჰოლის მიღება, თქვათ და ასე შემდეგ, ეგეც პრობლემაა, მაგრამ რაღაცა დოზით ჯანსაღი მამაკაცის და თუნდაც ქალის ცხოვრებაში ეს ყოველთვის არსებობს და ყველა ასაკში შეიძლება რომ ეს გამოყენებადი იყოს. ერთი თქვათ საინტერესო კვლევა, ერთი კი არა, ამას რამოდენიმე კვლევა აქვს მიძღვნილი. დადასტურებულია რომ ეაკულაცია რაც უფრო ხშირად ხდება, მით უფრო ნაკლებია პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. და ეს განაპირობებს იმას რომ თუნდაც ორგანულ დონეზე ხშირი ეაკულაცია სასარგებლოა. კარგი, მაშინ აი ხშირ მოდი ესაც მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, ანუ ხშირი სპერმის გამოყოფა, ხო? ანუ რაღაც უფრო ეს კულტურულ ფორმებში რომ ვთქვათ. აი შეგუბებებზე მინდა გკითხო, ხო? ანუ როდესაც ვთქვათ, იქ ბალანსი დარღვეულია, მამაკაცის სქესობრივი ცხოვრება არ არის ისე აქტიური და დიდი ხანის განმავლობაში ვთქვათ, ის
ხო, ამას არ აქვს სექსი და შესაბამისად არ გამოყოფს სპერმას. ზიანდება თუ არა ამ დროს წინამდებარე ჯირკვალი, ახლა მითხარი რომ იმ შემთხვევაში თუ ხშირად ხდება, ვთქვათ, მაგალითად სპერმატოზოიდების გამოყოფა, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებია კიბოს განვითარების შანსიო, ხო? სპერმატოზოიდების არის სპერმის, ხო? სპერმა შედგება ორი კომპონენტისგან. კი, ვიცი. ხო. სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება სპერმა და პროსტატის ფუნქცია არის რომ გამოიმუშაოს სეკრეტი, ანუ სითხე, რომელიც ამ სპერმას შეწებებაში უშლის ხელს. რომ მოძრაობა კონდეს შემთხვევაში, როდესაც შემდგომ იქ საშუალოს ხო. ხო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროსტატის კიბოზე, როდესაც საუბრობთ და წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეებზე, შეგუბება უწყობს თუ არა ხელს სიმსივნის ჩამოყალიბებას. ეს დადასტურდა ამ კვლევებით, რომ რაც უფრო შეგუბებულია და რაც უფრო ნაკლებად ხდება ეაკულაცია, მით უფრო დიდია რისკი პროსტატის კიბოს. დავით, პროსტატის კიბოსთან დაკავშირებით მექნება ერთი ასეთი კითხვა შენთან. ასეთი მითი არსებობს, რომ პროსტატის კიბო ძირითადად ემართება 50+ კაცებს, უფრო 60+-ზეც საუბრობენ ხოლმე. თუ აქვს ამ დაავადებას ასაკი? კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის ასაკი. და ასაკის მატებასთან ერთად ერთმნიშვნელოვნად ხდება პროსტატის კიბოს უფრო ხშირი დიაგნოსტირება. ეს არის ყველა პოპულაციაში და ყველა რასაში. უფრო ხშირი არის შავკანიანებში, შემდგომ თეთრკანიანებში და ყველაზე ნაკლებად მე რა ფერში გავდივარ. ფერზე არ არის დამოკიდებული რასას რომელს მიეკუთვნებით. შეიძლება ძალიან გენეტიკურად კავკაზიან რო ქვია თეთრი, შეიძლება მოყვითალო ფერი დაკრავდეს. მოკლედ და ეგრეთ წოდებულ აზიატებში ეს არის ყველაზე ნაკლებად, ხო? მაგრამ ასაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ასაკის მატებასთან ერთად პროსტატის დიაგნოსტირების ალბათობა მატულობს. და ეს კვლევებია დადასტურებული უკვე ჩამოყალიბებული კვლევები, რომ აი აუტოპსიური მასალა არის, როდესაც ვიღაც გარდაიცვალა არა სიმსივნით, არა პროსტატის კიბოთი, უბრალოდ გაკვეთა შეასრულეს და აღმოაჩინეს პროსტატის კიბო. მანამდე დიაგნოსტირებული რო არ იყო, ხო? აი 60 წლის ზევით მამაკაცებში ეს რო გაკეთდა, ნახეს რომ ყოველ მესამეს, ანუ 30%-ზე მეტ შეიძლება კონდეს პროსტატის კიბო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 45 წლიდან თუ გენეტიკური დატვირთვა, ან 50 წლიდან სკრინინგი ჩაიტაროს და სკრინინგი არის უმარტივესი პროსტატოსპეციფიური ანტიგენი. აი სიას რასაც. ესია სისხლის ანალიზი უმარტივესი და თან ჩვენ ცენტრში ეხა მინდა გითხრათ და გახაროთ ყველას, რომ პროსტატის ცენტრი გაიხსნა, რომელიც პროსტატის კიბოს და პროსტატის დაავადებებს კურნალობს და მენეჯმენტს უკეთებს, ხო? არის სკრინინგი. უფასოდ 50 წლიდან 70 წლის მამაკაც შეუძლია PSA გაიგოს. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვახსენოთ ხოლმე, როდესაც ასეთი ტიპის საუბრები გვექნება და შესაძლებლობები ნებისმიერ ექიმთან, რომ სკრინინგის მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ სკრინინგით ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენა არის შესაძლებელი თან, როდესაც წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეზე საუბრობ, თუ ის ადრეულ სტადიაზე მოხდება ამ სიმსივნის დეტექცია, ადამიანი სრულად განიკურნება ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, თქვა შეიძლება ჰორმონალური თერაპია დაჭირდეს ან რადიოსხიური თერაპია, მაგრამ მისი განკურნება სრულად მოხდება, იმიტომ რომ წინამდებარე ჯირკვალს ზოგადადაც ახლა ლიტერატურაში რასაც ვკითხულობთ, ახასიათებს უფრო მეტად ლულოვანი ძვლების დაზიანება, ანუ და ამ დროს ძვლებსაც უნდა მიექცეს ან განსაკუთრებული ყურადღებაც, ხო? კი, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც ონკოლოგია ან რაიმე დაავადება არის ძალიან ხშირი, მას ყველა ვარიანტში ჭირდება სკრინინგი. ხა მე რო ვახსენე თირკმელზე და ჯირკვლის მილიონში ერთს რო აქვს, ხო? იმის სკრინინგი, ხო? რთული იქნება ბუნებრივად. აბსოლუტურად არარელევანტურია, გაუმართლებელია და ზედმეტი თანხა უნდა დახარჯოს სახელმწიფომ, სამედიცინო საზოგადოებამ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ეს შეიძლება რომ ყოველ მესამე, ყოველ მეორე მამაკაცს, ხო? ამიტოა სკრინინგი. სკრინინგი აღმოაჩენს ადრეულ სტადიაზე პროსტატის სიმსივნეს და პროსტატის სიმსივნე ადრეულ სტადიაზე არანაირი სიმპტომით არ ხასიათდება.
ადენოკარცინომებზეა საუბარი ჯირკვლოვან ფორმებზე. 95%-ში ეს არის ადენოკარცინომა. არის იშვიათი ფორმები, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და ეს თუ აღმოჩნდება, შეიძლება მე შესაბამისი მკურნალობა. ეს არის ადენოკარცინომა. მორფოლოგიური ტიპი არის ადენოკარცინომა. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ეს არის ჯირკვლოვანი ფორმა კიბოსი. კი ბატონო. ნამდვილად ესია და ამიტომ საწყისი საერთოდ არანაირი ჩივილი არ აქვს და ამიტომ გვინდა ჩვენ PSA და თუ საჭიროა მე MRI, ბიოპსია და ასე შემდეგ, რომ ის უვნებელი, როდესაც არის და როდესაც არანაირი სიმპტომატიკა არ აქვს, აუცილებლად მაშინ მოვახდინო დიაგნოსტიკა. ხო, მაინც რაღაცა ტიპის სიმპტომები არსებობს ხოლმე, როდესაც არის წინამდებარე ჯირკვლის პათოლოგია, შეიძლება იყოს სიმსინური, ან შეიძლება უბრალოდ ჰიპერპლაზირებული იყოს, ანუ გადიდებული. ეს არის ჩამოთვალოთ, ხო, თუ რაღაც შემეშლება, შემისწორებ, ეს არის შარდის წყვეტილობა. შეიძლება შარდში გამოჩნდეს სისხლი, ან სპერმაში გამოჩნდეს, ან სმეგმაში. და ტკივილი როგორც სქესობრივი აქტის დროს, ასევე შარდვის დროსაც, ხო, კიდე რაღაც ტკივილი ხო, უფრო არასპეციფიური, მოდი ესე ვთქვათ, პროსტატის კიბო არის ცალკე დაავადება და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ადენომას რო ეძახიან და პოპულარულია ხალხში ადენომის. ადენომა რას ნიშნავს? რომ პროსტატის ჯირკვალი იზრდება ყველა მამაკაცში და ესეც ასაკთან არის დაკავშირებული. ანუ პროსტატის კიბო შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ადენომასთან კავშირში არ იყოს. მაგრამ ეს ორივე ასაკის მატებასთან ერთად მე შეჭიდულია და ორივე აქვს პაციენტს, გამიგე? კაცებს რო ასაკში ღამის შარდვა ეწყებათ ხოლმე უფრო გახშირებულად მაგისტრალია. ეს ადენომის ბრალია, ოღონდ უფრო შორს წასული, რომელიც ადენომა არღვევს, ეგრეთ წოდებული ადენომა არღვევს მუშარდვის აქტს. უფრო რთულს ხდის და ძნელს. რატომ? პროსტატაში შარდის ბუშტის ყელიდან პროსტატის შუაში გადის შარდსადენი მილი. პროსტატა, როგორც გითხარით, 40 წლის ასაკიდან და შეიძლება უფრო ადრე იზრდება ზომაში და ეს, როდესაც იზრდება შარდსადენი მილის მიმართულებით, ამას კეტავს და ვეღარიც იცლება. ობსტრუქციას იწვევს და ამიტომ ხდება, რომ ძალიან ძნელად ხდება დაცლა შარდის ბუშტის. და აქ არის ორი ტიპის სიმპტომები. ეს არის ირიტაციული, ანუ გამაღიზიანებელი, რომელიც არის ხშირი შარდვა, ვთქვათ, ტკივილი, წვა და ასე შემდეგ და მეორე არის ობსტრუქციული, რაც თქვით, წყვეტილი, გაძნელებული, ნაკადი შენელებული, ღამე ადგომა ტუალეტში მიხვდე ვიღაცას პროსტატიტი აქვს თუ არა. კი, შეიძლება და ასევე შეიძლება ასაკის მიხედვითაც რომ მიხვდე რომ ამას პრობლემები აქვს. და ამას მოყვება მე კასკადი კვლევების და ჩეკაპის და ასე შემდეგ. გასაგებია. დავით, აი პროსტატის გარეშე კაცის ფუნქცია ერექტიული ფუნქცია შესაძლებელია. ერექცია კაცს პროსტატის ამოკვეთის შემდეგ ექნება. უყურეთ როგორ არის ერექტიულ ფუნქციაზე ეს 80-იან წლებში წინა საუკუნის საკმაოდ კარგი ანატომიური კვლევები შესრულდა და დადგინდა რომ პროსტატა არ არის ერექციაზე პასუხისმგებელი და ერექციაზე პასუხისმგებელი არის ნერვული ბოჭკოები, რომელიც მდებარეობს პროსტატის გვერდებზე და ქვემოთ, ანუ სწორნაწლავსა და პროსტატას შორის, ორივე მხარეს და პროსტატის გავლით შემდგომ, უпростоრად პროსტატის გარშემო შემოულის და მიემართება ასოს მღვიმოვანი სხეულებისკენ. პროსტატის კიბოს დროს ჩვენ ვაკეთებ პროსტატექტომიას, ანუ მთლიანად ვჭრით პროსტატას, მაგრამ თუ ჩვენ შანსი გვაქვს და შესაძლებლობა, ანუ არ არის გავრცელებული და არ გადის პროსტატის გარეთ სიმსივნე, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს არის ესეთი ტექნიკა, ნერვის შემანარჩუნებელი ოპერაცია. თუ ჩვენ ამ ნერვებს ისე განვაცალკევით და პროსტატას ამოვიღებთ ნერვების დაუზიანებლად, ერექცია ჩვეულებრივად გაუძლებს. ერექციის შენარჩუნება არის შესაძლებელი და პაციენტებს აქვთ ერექტიული ფუნქცია. ოღონდ რეაბილიტაცია ჭირდება და პირად მაგალითზე გეუბნებით, ეხა ხო არსებობს რომ მსოფლიო სტატისტიკა და ის და შეიძლება ვიღაცა და რამდენი ხანი ჭირდება რეაბილიტაციაზე? გაჩნია 6 თვე წელიწადნახევარის ყოფილა მაქსიმუმი. და ეს რეაბილიტაცია არის სხვადასხვა მედიკამენტური და ასე შემდეგ, მაგრამ პაციენტებს სხვა ჩარევის გარეშე ერექცია უნარჩუნდებათ და მაგალითები არის პირადი მაგალითები, რომ ცოლიც მოუყვანია და ძალიან აქტიურებიც არიან და პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში. კეთილი, ერთი ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვა, შენ კლინიკურ პრაქტიკაში თუ შეხვედრი ხარ ასოს მოტეხილობას. კი. და რა რამოდენიმე დღის წინ
გქონდა ეგ შემთხვევა. არაფერი, ეს სუფთა არის მექანიკური დაზიანება, ასოს მოტეხილობა არ იფიქროთ, რომ იქ რაღაც ძლოვანი კომპონენტია. უბრალოდ, როდესაც ერექცია ხდება, თვითონ მღვიმოვანი გარსის გარშემო არის თეთრი გარსი, ტუნიკა ალბუგინია. და ეს თეთრი გარსი ერექციის დროს მკვრივდება ისე, რომ მექანიკური დაზიანების შედეგად და ეს არის, თქვათ, სუფთა სქესობრივი აქტის დროს და არსებობს აი სხვადასხვა პოზების, თქვათ, ხალი უფრო ზევიდან რო არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგ დროს ხდება, ეს დათვლილია ეს ყველაფერი და უფრო სწორად ცნობილია როგორ ხდება. ამ შემთხვევაში სუფთა მექანიკური ის არის და მექანიკური საფუძველი აქვს ამას და როდესაც ვარდოს თაბაშირში უდებთ? არა, ეს არც და არის შეხედულება, იმიტომ რომ ხო, როდესაც ეს ხდება, გაგლეჯა ხდება ამ თეთრი გარსის. და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს არ შერცხვეს, ეგრევე უნდა მივიდეს ექიმთან და რაც შეიძლება სწრაფად სასურველი 24 საათის განმავლობაში მოხდეს ამ ჭრილობის აღმოჩენა, ანუ კანის გაკვეთა ხდება და ამ ჭრილობის აღმოჩენა და გაკერვა. და ამ შემთხვევაში ერექტიული ფუნქცია ნარჩუნდება. თუ არა, იქ როგორ არის, იცი, ძალიან დიდი რაოდენობით სისკარგო არის, დიდი ჰემატომა არის და თუ ეს არ მოახერხე და არ გაკერე, ხო, შეიძლება ერექციის პრობლემა კონდეს შემდგომ პაციენტს. და შემდგომ უკვე ამ ოპერაციას აზრი ეკარგება. აზრი ეკარგება, აბსოლუტურად. არა, აზრი ეკარგება, იმიტომ რომ იქ ნაწიბური ჩამოყალიბდება და ერექციის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ხო, მოდი კიდევ ერთხელ გავუმეოროთ, თუ ვინმე შეამჩნევს, რომ ასო მოთხოვდა, აუცილებლად დროულად ასოს მოტეხილობის ნიშნები არის პირველი მართლა ხმა მოტეხილობის და გაგლეჯის ხმა არის, აი იგივე ძვლის მოტეხილობის ხმასთან მსგავსი, კი, ეს ერთი. მეორე მტკივნეულობა და მესამე არის ასოს და სათესლე ჯირკვლების ჰემატომა, ანუ სისხლჩაქცევა, შეშუპება ძალიან დიდი და ფერიც იცვლება, თქვათ, აი ჰემატომა როგორც არის, აი ჰემატომა არის სისხლჩაქცევა, ხო? თქვათ, აი კანზე რო არის და როდესაც აი სისხლი ჩაიღვრება და რაღაცა მოწითალო მოყავისფრო ფერი აქვს, ხო? აი ამ შემთხვევაში ეგრევე ექიმთან უნდა მივიდეს. ამ შენი ბოლო პაციენტის ბედი როგორ დასრულდა, ყველაფერი კარგად? შვენივრად, ფანტასტიკურად გზნობს თავს. ძალიან კარგი ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს ასო მოტეხილ პაციენტს. კარგი, რა მინდა კითხო იცი? ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვთქვათ, და არ მინდა დაგვრჩეს თემები, რომელიც არის თირკმლ-კენჭოვანი დაავადებები, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პათოლოგიები. შარტკენჭოვანი დაავადებები, ძალიან მნიშვნელოვანი პათოლოგიებია უროლოგიაში და ასევე შენ ხარ ამ ქვეყანაში ენდოსკოპიური უროლოგიური მიმართულების ერთ-ერთი პირველი პიონერი, რომელმაც დაიწყე ამ მიმართულებით ოპერაციების გაკეთება. რა სტატისტიკა გვაქვს საქართველოში შარტკენჭოვან დაავადებებთან მიმართებით? მოდი ესე გავყოთ. შარტკენჭოვანი დაავადებები ჩვენ ესე ვთქვათ, რომ საქართველოში არის საკმაოდ ხშირი, იმიტომ რომ სამხრეთული ქვეყანა ვართ და მარტივი ამბავია. თუ გაუწყლოვნება არის, უფრო მეტია ალბათობა, რომ კრისტალები, რომლებიც შარტში არსებობს, ისინი მათი აგრეგაცია მოხდეს და კენჭი ჩამოყალიბდეს. ენდოსკოპიური კუნალობა შარტკენჭოვან დაავადებებში საკმაოდ ხშირია, მაგრამ მე ამ დარგის ექსპერტი არ ვარ, ჩვენ გუნდში არის საკმაოდ კარგი სპეციალისტი. შეფრო წინამდებარე ჯირკვალ. არა, მე ლაპარასკოპია, ენდოსკოპია, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, ვთქვათ, ონკოლოგია და ასე შემდეგ. შარტკენჭოვანში პირადად მე არა, მაგრამ ჩვენი გუნდში არის, ვთქვათ, ეინარ ჰასანოვი, რომელიც ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებულია ამ შემთხვევაში და საკმაოდ კარგად ახორციელებს ამ მიმართულებას. ჩვენ შეგვიძლია მე ამაზე ცალკე ვისაუბროთ და უფრო გავშალოთ ეს თემა. მაგრამ თვითონ პრევალენსი, ანუ შარტკენჭოვანი დაავადება საკმაოდ ხშირია და რეციდივირება საკმაოდ ხშირია. ამიტომ პირველ რიგში მას სჭირდება სკრინინგი, იგივე, ანუ ეკოსკოპია, ультრავგერა აუცილებლად გასაკეთებელია, რომ რაც შეიძლება პატარა ზომის კენჭების მენეჯმენტი და მკურნალობა მოხდეს. რაც შეეხება ლაპარასკოპიას და ლიდერობას, რაც შენ თქვი, ეს არის ეს. საქართველოში თქვათ ლაპარასკოპიული ქირურგია უროლოგიაში, ხო, 2003 წლიდან იყო ჩანასახში და რამოდენიმე ქირურგია გაკეთდა მხოლოდ თირკმელზე პირველად.
2010 წელს 2009 წლის ბოლოს ჩამოვედი ლაიფციგიდან გერმანიაში თითქმის ერთწლიანი სტაჟირება 2007 წელს და 2009 წელს გავიარე და იქ სრულყოფილად შევისწავლე ლაპარასკოპიული ქირურგია და პირველად გავაკეთეთ რადიკალური პროსტატექტომია შემდგომი ვთქვათ ოპერაციები როგორც ონკოლოგიური ისე არაონკოლოგიური ოპერაციები ვთქვათ ხო და ეს დავნერგეთ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ეს არის შუა აზიაში თითქმის 5-ვე რესპუბლიკაში ტაჯიკეთის გარდა ბელორუსიაში ძალიან დიდი წვლილი მაქვს რომ მენჯის ქირურგია დაიწყეს უკრაინაში იყო ჩემი თქვა საკმაოდ სერიოზული დახმარება და როგორც გითხარით ყაზახეთი უზბეკეთი ყირგიზეთი ძალიან მაგარია იმიტომ რომ ეს ხომ კონკრეტული პაციენტებისთვის შვება იმიტომ რომ ნაკლებად ინვაზიური ხდება ამ დროს ოპერაცია მისი გამოჯამრთელების პერიოდიც უფრო მალე დგება და რეაბილიტაციაც შესაბამისად ხანმოკლეა და ეს მისასალმებელია რომ ამ ხრივ საქართველოში ძალიან ბევრი სიახლე პირადად შენ გაქვს დანერგილი. ხო, აი, როდესაც შარტკენჭოვან დაავადებებზე ვსაუბრობთ, ახლა ძალიან მოდაში არის დიეტები და შენ დეჰიდრატაცია ახსენე, ხო, წყლის ნაკლებობა, რომელიც აი ამ, თქვათ, კრისტალების ჩალაგებას იწვევს. დიეტებმა შესაძლებელია თუ არა გამოიწვიონ შარტკენჭოვანი დაავადებები. უბრალოდ დიეტამ არასწორმა დიეტამ ხო, არასწორმა დიეტები. აი, მაგალითად, ცილოვანმა დიეტამ. კი ბატონო, ეხავე გეტყვით რაშია საქმე. თვითონ შარტკენჭოვანი დაავადება რო გავიგოთ, ძალიან მარტივად მინდა ვთქვა, ზუსტად ეხლა გქონდა კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანი თვითონ პრევენციაზე, შარტკენჭოვანი დაავადების პრევენციაზე. ჩვენ ვიცოდეთ რატომ ხდება შარტკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბება და კენჭების ჩამოყალიბება საშარდის სისტემაში ან თირკმელებში. ეს არის პირველი ის რომ შარტში არის სხვადასხვა დონის და სხვადასხვა თვისების კრისტალები, რომლებსაც აქ თვისება ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მოხდეს აგრეგაცია და შემდგომ გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს კენჭად. ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის, რომ თუ მოხდება ამ შარდის განზავება, უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს მოჭიდება მოხდეს და ჩამოყალიბდეს. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წყლის ბევრი სმა დღის განმავლობაში წონის გათვალისწინებით და იმის რა ქვია, ამინდის გათვალისწინებით. ზაფხულში ვინაიდან აორთქლება, ოფლიანობა უფრო მეტია, უფრო მეტი სითხე უნდა მიიღოს ადამიანს. ზამთარში შედარებით უფრო ნაკლები, მაგრამ თავის წონის მიხედვით, თქვა, აი, საშუალო წონის ადამიანზე 70-80 კილო, 2 ლიტრა ნახევარი საშუალოდ არის დღიური დოზა. და ეს დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს, რომ თქვა, აი, შარტკენჭოვანი დაავადების პრევენციას მოხდეს გარდა სხვა, თქვა, ჯამრთელობის სასურველი, თქვა, ეფექტისთვის, ხო? და იმ კენჭებსაც სხვადასხვა შენება აქვს ხომ, რომელიც ასევე მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორ დაშლი, თქვა, ხო? ანუ შარტკენჭოვანი კენჭების ჩამოყალიბება არის კვების, გენეტიკის და ინფექციის გამო. ანუ არსებობს იგივე სპეციალური დიეტები, რომლებიც ხელს უშლის კენჭის ჩამოყალიბებას. ანუ ჩვენ კენჭის შენება თუ ვიცით და ეს შეგვიძლია დავადგინოთ, როდესაც პაციენტი გამოაძევებს კენჭს, ან ჩვენ დავშლით და რაღაც ფრაგმენტს წაიღებს შესასწავლად, ხო? იქ არის კალციუმის კენჭები, ოქსალატი თუ ფოსფატი, იქ არის სტრუვიტი, იქ არის თქვათ, რომელსაც თავისი სიმყიფე გააჩნია და თავისი სიმკვრივე გააჩნია, ხო? შარდმჟავა კენჭები, აი მაგალითად შარდმჟავა კენჭები, რას თქვით, რომ ცილოვანი დიეტა, ხო? შარდმჟავა კენჭები ცილოვანი პროდუქტების დაშლის პროდუქტებია. ცილა, როდესაც იშლება, შარდმჟავას გამოყოფს და თუ ის ჭარბი რაოდენობით არის შარტში, ხო, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება შარდმჟავა კენჭები. და ასე რომ ყველა კენჭი შეგვიძლია დავახასიათოთ და შესაბამისი პრევენცია და შესაბამისი მკურნალობა დავგზავნოთ. კარგი, კიდევ ერთი პრაქტიკული შეკითხვა მინდა დაგისვა, აი მაგალითად მოჭარბებული სმეგმა სქესობრივი აქტის დაწყებამდე შესაძლებელია ეს თუ არა რაღაც ქრონიკულ ინფექციაზე მიუკვეთებდეს, ანუ როდესაც არის, ხო? როდესაც არის სმეგმა არის ჩუჩის მიერ გამოყოფილი სეკრეტი, ესე ვთქვათ.
რომელიც ხო ფიზიოლოგიურად ჩვეულებრივად ეს არის, უბრალოდ ამას სჭირდება ჰიგიენა. და ინფექცია, თქვა, სოკოვანი ინფექცია და თქვა იგივე სხვა ბაქტერიული ინფექცია შეიძლება განმაპირობებელი იყოს, რომ ჭარბის მეგმა გამომუშავდეს. თუ ესეთი შემთხვევა, მაშინ აუცილებლად მისი ნაცხი უნდა გაკეთდეს, შესწავლილი იქნას და შესაბამისი მკურნალობა განხორციელდეს. ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ თუ ჭარბს მეგმიანობა აქვს მამაკაც, რაღაც ისე არის. მაგრამ არის ჰიგიენის პრობლემა და ეს მინდა ყველა მამაკაცმა იცოდეს, რომ ამ ჰიგიენას აუცილებლად უნდა იტარებდეს ყოველდღიურად მამაკაცი, იმიტომ რომ არსებობს ASOS კიბო. ეს არის ASOS ბრტყელ უჯრედოვანი კიბო, რომელსაც ასევე ადამიანის პაპილომა ვირუსიც, მაგრამ პირველი განმაპირობებელი ფაქტორი არის არასწორი და არასრულყოფილი ჰიგიენა. და ეს არის დადასტურებული. ვისაც აი მაგალითად რელიგიურად, ხო, მუსულმანებს, ებრაელებს, ან წინდაცვეთა, ეგრეთ წოდებული გაკეთებული, ხო, წინდაცვეთა, ანუ ჩუჩა არა აქვს, იმათში ASOS ნოლია. ნოლი, ანუ რაღაც კაზუისტიკა, რაღაცა გამაღიზიანებელი ფაქტორი უნდა იყოს, ან თქვა იგივე პაპილომა ვირუსი, რომ ეს განვითარდეს. თუ ჰიგიენას არ ჩაიტარებს მამაკაცი მთელი ცხოვრების მანძილზე, ხო, შეიძლება განვითარდეს ASOS კიბო. რომელიც არის ძალიან ვერაგი დაავადება. ხო. ონკოლოგიურად ვერაგი დაავადება არის ერთმნიშვნელოვნად. დავით, კიდევ ერთი მინდა გკითხო, ეს არის უშვილობა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემა, ხომ? ანუ ჩვენ მოვდივართ იმ კულტურიდან, სადაც კაცი უშვილობაზე ნაკლებად ემოწმებოდა ხოლმე და ყველაფერი თუ რაღაცა წყვილს არ უჩნდებოდა შვილი, ყველაფერი ბრალდებოდა ქალს. თუმცა საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ 50-50-ია, ხომ? კაცის ბრალიც არის და კაცის უშვილობის გამოსწორება უფრო რთულია ხშირ შემრიგ შემთხვევებში, ვიდრე მაგალითად ქალის უშვილობის პრობლემების მენეჯმენტი. ამ თვალსაზრისით თუ მოდიან შენთან პაციენტები, რომელსაც მაგალითად მკვდარი ოლიგოსპერმია აქვს, მაგალითად ან ძალიან არამოძრავი ცოტა სპერმა აქვს, თქვათ არამოძრავი სპერმატოზოიდები და ასე შემდეგ და რა არის ამის მიზეზი? აი ამის მიზეზები, რომელმაც თქვათ კაცებში სპერმის ხარისხი დააქვეითა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მამაკაცი მოდის ჩვენთან და აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ. უშვილობა არის მნიშვნელოვანი თანაბრად წყვილისთვის და ეს არის წყვილი უნდა ზრუნავდეს ამაზე და მარტო გადაბრალება ვთქვათ ან მითითება რომ შენი ბრალი ეს არის. კაცებს ხო ეს უტყდებოდათ ხოლმე, მოდი პირდაპირ ვთქვათ ადრე ან ჩვენი მამების თაობაში ჩემს. სავარაუდოდ ესე იყო, მაგრამ მე მინდა გითხრათ ბრალი როგორც წესი ეს არის. მე მინდა გითხრათ რომ დღეს აბსოლუტურად შეცვლილია, იმიტომ რომ შეცვლილია მდგომარეობა. იმიტომ რომ ალბათ არის უფრო დიდი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით და თანამედროვე წყვილები პირიქით ერთმანეთს მხარში უდგანან და თქვათ ორივე თანაბრად იკვლევს ამ პრობლემას. და მამაკაცებში ახლა სპერმის ხარისხის დაქვეითება ან თქვათ თვითონ სპერმატოზოიდების წარმოქმნის პრობლემა მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ყველაზე ხშირი არის ვარიკოცელი. ვარიკოცელი არის სათესლე ჯირკვლის ვენების გაგანიერება. ძირითადად ეს მარცხენა მხარეს ხდება 90-95%-ში, ხანდახან არის ანატომიური თავისებურება. ეს არის მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენა ჩაედინება თირკმლის ვენაში და მერე ხდება ქვემოღრუ ვენაში და წნევის გრადიენტი უფრო მაღალია და ამიტომ ამ წნევის გადალახვა რო ხდება პირიქით ძნელია და უფრო უკან მიდის სისხლი ვიდრე ზედა მიმართულებით. ასევე ვარიკოცელეს გარდა თქვა შეიძლება ჰიდროცელეც იყოს ამის ერთ-ერთი მიზეზი. ჰიდროცელე აბსოლუტურად სხვა მექანიზმია. ჰიდროცელეში როდესაც ყალმანკი არის ეს ხო, მაგრამ სათესლე პარკში რო სითხდება. მაგრამ ეს სპერმის გამომუშავებასთან არაფერ კავშირში არ არის. ეს არის უფრო კავშირში. ზუსტი მექანიზმი დადგენილი არ არის ამ შემთხვევაში, მაგრამ მისი მკურნალობა არის ოპერაციული გზით. ვარიკოცელეს და შესაბამისი ჩვენება არის ამისი და ამის გამოსწორება შეიძლება, მაგრამ იქაც 50-50-ია. ოპერაციის მერე შეიძლება 50%-ში გამოსწორდეს სპერმა და შეიძლება არ გამოსწორდეს. კიდევ ვიცი ერთი რჩევა მინდა, როგორც ექიმმა უთხრა, ძალიან ბევრი
კრიპტორხი ახალშობილი იბადება, ხომ? ანუ ეს პათოლოგიაც არსებობს, როდესაც სათესლე პარკში არ ჩამოდის სათესლე ჯირკვალი. როდის არის საჭირო ოპერაციის გაკეთება ასეთ დროს ბავშვებში, რომ მოხდეს ამ სათესლე პარკში ამ სათესლე ჯირკვლის ჩამოთვლა, იმიტომ რომ ამანაც შესაძლებელია მოგვიანებით ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. ძალიან კარგი შეკითხვა არის და მე გეტყვით ესე. თანამედროვე მედიცინა ამ საკითხებს წყვიტავს შემდეგნაირად. ჯერ ანატომიურად რო გითხრათ, ემბრიონში, ანუ როდესაც ორგანიზმი ვითარდება, სათესლე ჯირკვლები ვითარდება თირკმლებთან ერთად, ანუ თირკმლების ქვევით არის. და 9 თვის ნაყოფში, როდესაც უკვე უნდა დაიბადოს, ხო, ნაყოფი. ამ შემთხვევაში უკვე სათესლე პარკში ჩამოდის ჯირკვლები. და ხანდახან არის ჯირკვლის შეკავება. და ხშირად ხდება ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ შეიძლება იყოს მოძრავი, ხო? შეიძლება იყოს მოძრავი და თვითონ ჯირკვლის შეკავება, ესე რომ დავარქვათ, ხო? არსებობს სხვადასხვა ანატომიურ ადგილზე. ეს არის საზარდულის არხში, შეიძლება იყოს მუცელშიც და შეიძლება იყოს საზარდულის გარეთა რგოლთან, აი ახლოს და მოძრავიც რაც ახსენეთ. ამას ყველაფერს თავისი ჩვენება აქვს და თვითონ ექიმი განსაზღვრავს, როდის არის საოპერაციო, მაგრამ თუ ბავშვს სათესლე ჯირკვალი არ აქვს პარკში, შეიძლება იყოს 1, შეიძლება იყოს 2 იშვიათად, ხო? აუცილებლად ოპერაცია უნდა გაკეთდეს 1 წლის ასაკში. 1 წლამდე ასაკში, მაქსიმუმ 2 წლამდე. და რატო აღვნიშნავ? სათესლე ჯირკვალს აქვს 2 ფუნქცია. პირველი არის, რომ გამოიმუშაოს სპერმატოზოიდები და მეორე არის, რომ გამოიმუშაოს მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი. აი ეს ფუნქცია ტესტოსტერონის გამომუშავება არის ძალიან მყარი. და ეს შეიძლება შეკავებულ ჯირკვალში მამაკაცს ჰქონდეს შეკავებული და გაგვიკეთებია 27 წლის მამაკაცისთვის, ჩვეულებრივად მამაკაცია თავისი მეორადი სასქესო ნიშნებით, ერექციით და ასე შემდეგ. პრობლემა არ აქვს, მაგრამ აი ის მეორე ფუნქცია, სპერმის გამომუშავება და შვილოსნობის ფუნქცია არის ძალიან ფაქიზი. და ის დიდი ხანი შეკავებული ჯირკვალი, როდესაც არის, ძალიან ადრე ზიანდება. და თუ ის დროზე არ ჩამოვიტანეთ სათესლე პარკში ჯირკვალი და არ დაფიქსირდა, ხო, ეს ფუნქცია დაიკარგება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მშობლებმა არ დააგვიანონ ექიმთან მისვლა და დროულად მოხდეს ამ ოპერაციის გაკეთება. შეკავებულ ჯირკვალში სათესლე ჯირკვლის კიბო ვითარდება 40-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე არაშეკავებულში. ამიტომ მეორე მიზანი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც უნდა ჩამოიტანო ჯირკვალი სათესლე პარკში, მიუხედავად ასაკისა, მე შეიძლება ვიღაცას კონდეს, რომ იქ თუ განვითარდა სათესლე ჯირკვლის კიბო, ძალიან დროზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება, იმიტომ რომ საზარდულის არხში და მუცელში ამის დიაგნოსტირება სწრაფად ხდება. მადლობა ძალიან დიდი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვიდა და ბოლოს მინდა რჩევის სახით რას ურჩევდი კაცებს. მამაკაცებს ურჩევდი რას? რომ აუცილებლად უნდა მიხედონ თავის ჯანმრთელობას და ეს არის ძალიან ზოგადი ფრაზები და ზოგადი რეკომენდაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება მართლა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი იყოს ზუსტად იმ ფუნქციებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მავნე ნივთიერებების მოხმარება მინიმუმამდე დაყვანილი, ეს არის ალკოჰოლი და სიგარეტი და რაც შეიძლება მაქსიმალურად დატკბნენ თავიანთი ცხოვრებით. და კიდევ ბოლოს ვიტყვი, აი მაგალითად შარდის ბუშტის სიმსივნეებზე, როდესაც საუბრობდი, ამასთანავე რაღაცა ლანცეტს ჰქონდა სხვათა შორის გამოქვეყნებული ძალიან საინტერესო კვლევა შარდის ბუშტის სიმსივნებთან დაკავშირებით, რომ არის ერთ-ერთი საღებავი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, რომელიც იწვევს კონკრეტულად ამ შარდის ბუშტის კიბოს რაღაც კრემის საღებავზე იყო საუბარი, ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევა. ამიტომ ხო, გარემოზე როდესაც საუბრობთ, უნდა დაგვიცვას სახელმწიფომაც, რომ თქვათ აი ესეთი ონკოგენური პროდუქტები, სადაც ბევრი კარცეროგენები აქვს, თქვათ არიდებულები ვიყოთ. კონკრეტულად შარდის ბუშტის კიბოში ეს უკვე ცნობილია, რომ საღებავები არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და განმაპირობებელი ფაქტორი. ეს ზოგიერთ შემთხვევაში არის თმის საღებავებიც. ანუ ძალიან ხშირი მოხმარების შედეგად ქალებში დადგენილია, ანუ შეიძლება მამაკაცებშიც, ვინც საღებავს ხმარობს, ან თქვათ
სამრეწველოს აღებავები, სამრეწველო ვთქვათ, აი სამშენებლო მასალების გამოყენება, სადაც არის ხშირი. ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია და სიგარეტი. შარდის ბუშტის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი განმაპირობებელი ფაქტორი არის სიგარეტი. დავით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ხო, ჯობია მივირთვათ, ხო, თმა რაღაცნაირად ბიოლოგიური საღებავებით შეიღო, სადაც ნაკლები კონცენტრაცია და თეთრი ტორტები ალბათ ჯობია უფრო, როდესაც ბავშვის წვეულება იქნება, რაღაც ბევრი საღებავი, უფრო ბუნებრივი კრემიანი ნამცხრები მივირთვათ, რომელიც ერთ-ერთი პრევენცია იქნება შარდის ბუშტის კიბოს განვითარებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რესპონსი. ძალიან დიდი მადლობა. და წარმატებები მინდა გისურვო და ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მადლობთ და დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება. პირიქით, მადლობა საინტერესო ადამიანებმა. საინტერესო თემებზე რომ ვისაუბროთ. დიდი მადლობა. მომდევნო არასკევამდე გემშვიდობებით. მიკროფონთან იყო დავით ნიკოლაიშვილი, უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კავკასიის მედიცინის ცენტრში და ასევე ამავე ცენტრის სამეცნიერო დირექტორი. მადლობა მას კარგად. მადლობა.